მისტერ გაბრიელ. დიახ. შენთან მაქვს აი ძალიან სერიოზული საკითხი, ჩათვალე ამნაირი სერიოზული ინტერვიუ შენგან არ ამიღია. მაგისმეთ. ოღონდ ცოტა ხმაურიან ადგილას ვართ და უნდა შეეცადო, რომ ცოტა ხმამაღლა ისაუბრო. კარგით. დაიწყეთ. ჩემთვისაც და შენთვისაც სერიოზული ინტერვიუა თქო, სერიოზული. ჩემთვისაც და შენთვისაც აი ეს ზაფხული იყო ძალიან სტრესული. დიახ. ძალიან სტრესული იყო, ხო ასეა? კი. აი შენი განცდები მაინტერესებს, ჩვენ ხო ამაზე ტელეფონის გარეშეც არ გვილაპარაკი არასდროს. შენი განცდები და ემოციები მაინტერესებს. აი ლავიწირო, მოიტეხე პირველად. აი ყველაფერი ერთად ამიღწერე. ივლიდან დაწყებული იმ განცდებით, შენი ვარჯიშებით გაგრძელებული და მერე ის დედა და მამას როგორ შეეშინდა და აბსოლუტურად ყველაფერი. ესე იგი, პირველად დავიწყოთ, რომ მოვიტეხე ლავიწი. აი ისეთი მტკივნეული იყო, თითქოს იცი ასაკეთებდნენო მეგობრებო. აი ლურსმანი ეჭირათ და ლურსმას ჩაქუჩით არ ტყავდნენო. ეგეთი ტკივილი იყო, აი ძალიან მტკივნეული იყო და მე სახში რომ მივედი, ძალიან ბევრი ვიტირე. მეგონა რომ საერთოდ ვეღარ გავაგრძელებდი ჩემ კარიერას. დედაჩემმა და მამაჩემაც ძალიან ბევრი ინერვი უვლეს და ძალიან მეწყინა მეც რა. მოკლედ აი რო გაიაზრე, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ივარჯიშებდი, მაგ დროს რა მოხდა შენ თავში? ძალიან მეწყინა, აი მენა გამიტყდა რა. კაი, არ გვინდა ეს ჟარგონებით ლაპარაკი. ხო. უფრო ისე გავიგეთ, რომ გაგიტყდა და იმენა გიწყინა და რა. აი რა ფიქრები ქონდა, რა ემოციები, როიძინებდი, რაზე ფიქრობდი, როიღვიძებდი, რაზე ფიქრობდი. არ მინდა ესე მოკლე პასუხი, მეც მაგათ გამიტყდა. всё, დავამთავრეთ, აბა წავედით. კაი. აი რაზე ფიქრობდი, როგორ დაინახე შენი მომავალი? რაღაც განცდები ხო ქონდა, რომ აი თუ ვერ გავაგრძელო, ან რომ დავაკამბექებ როგორი უნდა, აი რაზე ფიქრობდი? ზუსტად იგივეს. რა ზუსტად იგივეს? აი ნახე ღამით რო ვიზინებდი, ფიქრობდი შემიძლია თუ არა რომ გავაგრძელო თუ არა და ყოველ ღამით ცოტა ცრემლები მომდიოდა ღამით და მე ვიძინებდი, ფიქრობდი შემიძლია გაგრძელება, შემიძლია დავაკომბექო. როგორც კი გავიღვიძებდი, ეგრევე კიდევ ფიქრობდი, შემიძლია დავაკომბექო, შემიძლია ვიფრინო ისე როგორც დავფრინავდი. აი, პირველმა ტრავმამ როგორც იქნა გაიარა. დიახ. მეორესთვის მზად იყავი. მერცის მზად იყავი? მეორესთვის მზად იყავი. ხვდები რას გეუბნები? ანუ მე გატყობდი შენ, რომ ცოტა არასერიოზულად მივდექი რაღაცას და მე პირადად გძნობდი, რომ მეორეთაც საიკიდებდი მაგ ტრავმას. იმის განცდაც კი მქონდა. ეზოში რო დავიწყე ციარული, რომ მესამეთაც საიკიდებდი მაგ ტრავმას. ხვდები რას გეუბნები? კი, მივხვდი. კაი, ნახე რა მაინტერესებს. იშვეთ. ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა ვისგან ხონდა, ვისგან გძნობდი? შენგან, დედაჩემისგან და ჩემი დებისგან. მეგობრებისგან? მეგობრებისგანაც კი. მაგრამ ალბათ უფრო ვიტყვიროთ ჩემი ოჯახისგან უფრო. ოჯახისგან. დიახ. აი განსაკუთრებით მაინტერესებს რა ემოცია გაგიჩნდა და როგორი ფიქრები დაიბადა შენ თავში, როცა გაიგერო აი ამ ტრავმების გამო გიწევდა პირველი ზბორების გაცდენა. აი ზბორები გაგიცდა ისანთანაც, ზბორები გაგიცდა დევასთანაც. მინდოდა რომ დამერტყა მთელი ძალით ჩემს სახეში. აი მინდოდა ისე მერტყა მთელი ძალით ჩემს სახეში. აი ისე მაგრამ ძალიან გაუბრადი, აი ძალიან. ყველაფერის დანგრევა მინდოდა სახლში, როგორც კი გავიგე რომ დევას ქული გავმაზე თან უფასოდ. კი, ისე მიყავდი რომ ფულს არ გახდევინებდნენ. კი, აი იმენა არ ვიცი რა, იმენა გავგიშდი. ზუსტად მასეთივე ზბორები იყო შენი და შეკრებები იყო ისანთანაც, იცი? და ეგეც გავმას. ბაჩო მასწავლებელს მიყავდი თავისი ხარჯებით. აბსოლუტურად თავის თავზე იყო ხარჯები. ესე იგი წარმოვიდგინე, ერთი სკოლაც როგორ გვერდში დაგიდგა. კი. და მეორე სკოლაც როგორ დაგიდგა გვერდში, რომ
ოღონდ ჩვენთან იყოს გაბრიელი და ხარჯებს ჩვენ თავზე ვიღებთო. აი ეს რო გაიაზრე, რამხელა გვერდში დგომა არის. შენი მწვრთნელებისგან აქ რა მოხდა შენ თავში? მივხვდი რომ შემიძლია დაბრუნება გვერდში როცა მიდგანან მიხარია ძალიან და confidence როგორა ქართულად? რა? confidence. აუ არ გვინდა ეხლა რა ისე ძალიან იცი ინგლისური რომ ქართულში გეროვა თუ რა ხდება რა რა confidence. ქართულად როგორა მითხარ? confident არც მე არ ვიცი. ანუ კონტექსტში ის თქმა გინდა ვერ ხვდები. აუ არ ვიცი. ძალიან გამიხარდა რომ გვერდში დამედგენ და შემიძლია რომ დაბრუნებული მყავი. მაგაზე არ არის საუბარი კაცი. Поехали. აბარა. აი ის რო გაიაზრე რომ ერთი გუნდიც და მეორე გუნდიც გვერდში ისე ძალიან გიდგანან რომ ოღონდ გაბრიელი ჩვენთან იყოს და არანაირი ფინანსური ვალდებულებები არ ჭირდებათ ჩვენ თავზე ვიღებთ და რომ ვერ გამოვიყენეთ აი ამ დროს რა დაიბადა შენ თავში საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი რომელიც თანხებიც მე შეიძლება და ვერ მეშოვა რო წამიყვანე შეკრებაზე მაგრამ ამ დროს წვრთნელები ერთის და მეორეც ამბობს რომ გაბრიელი ოღონდ ჩვენთან იყოს და ამ ხარჯებს ვიღებ ჩვენზე ის რო გაიაზრე რომ ისე დონეზე გვერდზე მიდგანან რომ ხარჯებსაც კი მაცილებენ ეს ხალხი აი ამათ ცალკე ტკივილი არ მოგაყენა? კი, ძალიან დიდი ტკივილი აი ფიქრობდი რომ საერთოდ გამეგრძელა თუ არა მეკარეობა მართლა გაგეგზელებინა თუ არა? გამეგრძელებიანა თუ არა? გამეგრძელებინა თუ არა? მაგაზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ თავი უპასუხისმგებლო ტიპად იგრძენი? კი. რა მომენტში იგრძენი? რა მომენტში და ზბორები რო გავმაზე და ფასოდ რო გავმაზე. არ გვინდა რა ეს გამოზვა ილაპარაკე ბავშვურად არ მინდა ჟარგონებით გავიზარდე დიდი ბიჭი ვარ უკვე და ჟარგონებით მე აღარ ვლაპარაკობ რა გამაზე და გამომაზე ილაპარაკე ისე რა მივხვდი რომ გამოტოვე ორივე ზბორი ანუ გამაზვის სინონიმი რო გამოტოვება იცი მაგდენ ეგრე რა ბავშვი ხარ რა გამაზე და გამომაზე კაცო იმისი კი არ იყოს კიდე ეს დაროა ბრატ რას დაროა ბრატ გამარჯობა რა გემრიელი ქართული სიტყვები ყვა გამარჯობა გაგიმარჯოს გამახსენე რა ლაპარაკობ ვიცი ბრალი იყო შენი ტრავმა პირველი ჩემ ბრალი იყო იმიტომ რომ ძალიან უთავისგებლო ვიყავ როგორ კაი არ დავიწყე ძალიან როგორ იყავი მართლა უპასუხისმგებლო ხო უპასუხისმგებლო ვიყავ აი ყველაზე მთავარს რას მიხვდი აი ყველაზე სერიოზული გაკვეთილი აი მორალი რა მოიღე ყველაზე დიდი რა გასწავლა ამ განსაცდელმა რომ როცა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო და წარმატებული როცა უნდა იყო ფრთხილად და უნდა გაუფრთხილე შენ თავს მართალი ხარ როცა კარიერის საწყობას აპირებდა შენს ცხოვრებას უკავშირებს სპორტს უბანში მარიაჟობები ბოლომდე დახარჯვა და თავის გაგიჟება საჭირო არ არის დიახ მართალი ხარ იმის მერე მასე იქცევი არა თავს უფრთხილდები არა ანუ კითხვა დაგისვი სხვანაირად მაგამბის მერე ანუ თავს უფრთხილდები კი თავს უფრთხილდები კი სხვებს ისკენ მოუწოდებ სხვებს მოუწოდებ რომ თუ გინდათ რომ პროფესიონალი ფეხბურთელი იყოთ უნდა გაუფრთხილდეთ მარტო ფეხბურთელი არა ნებისმიერი ხო ხო მეკარე ფეხბურთელი ყველაფერი რაც გინდა რა სპორტიც არ უნდა იყოს უნდა გაუფრთხილდეთ თქვენ თავს და საჭირო არ არის რომ უბანში გააკეთო ყველაფერი რაც შეგიძლია არ უნდა გამოიყენო მთელი ენერგია რაც გაგა არ უნდა გამოიყენო ყველა ილეთი თუ გინდა რომ პროფესიონალური სპორტსმენი იყო პროფესიონალი სპორტსმენი თუ გინდა იყო არ გინდა უბანში მარიაჟობები დიახ სწორი რჩევაა ყველაზე ისეთი რომ შენს ემოციებსო ძალიან შეეხება ეკითხვა უნდა დაგისვა მე რომ მიყურებდი რაზე ფიქრობდი აი თუ გეტირება იტირე კაი გეხმურებ ხო სიდობ გაგაცინო რომ ძალიან არ დაიბრუზო აი მე რომ მიყურებდი რაზე ფიქრობდი მე ხო ფაქტობრივად ზაფხული არ მქონია ჩემი ზაფხული
ერთად გადავაგორეთ და ძალიან სტრესული იყო, ხო ასე? კი. საერთოდ როგორ გაიარა ზაფხულმა მე ჩემთვის არ ვიცი. 3 თვე უჩემოთ 1 წუთით არ ყოფილხარ ეზოში. კი. აი მე რომ მიყურებდი ჩემ ემოციებს, ჩემ განცდებს, რაზე ფიქრობდი? მე ხო რეალურად ხო ძალიან ცუდად ვიყავი, აი და. მე მეგონა რომ საერთოდ აღარ გინდა ჩემთან სიარული, არც არაფერი სპორტი, არც არაფერი გინდა რომ უბრალოდ სახში ყოფილიყავი და მეც მაგრა გამიტყდა აი ეგრე შენ რო აკეთებდი. აი ძალიან მიყინა მეც ეგეთი ემოციები რო ქონდა. რას ვაკეთებდი? ძალიან გაბრაზებული იყავი, კედელს უტყავდი და რაღაცები. კი, აბა გული დამწყდა. ადამიანებმა ამხელა რაღაცეები შემოგთავაზეს და ვერ გამოვიყენეთ და როგორი რთულია. ძალიან რთულია, მაგის გადატანა. არა ყველაზე მაგარი იცი რა არის? რა? აი ესე მე და შენ, რასაც ქვია, კაცურად ერთ-ერთზე, აი ეს განსაცდელი ესე მაგრად რომ გადავაგორეთ. კი. დაარტყა. ხო მაინც გადავიტანეთ, თან ხო მაგრა დავაკამბექეთ. კი. გეტყვით სიმართლეს, გაბრიელი რო იწყებდა თავიდან ვარჯიშებს 1-2 დღე არ წავოვიდა ვარჯიშები და ძალიან დათრგუნული იყო და ყურებ ჩამოყრილი დადიოდა, მაგრამ მეთქი ბიჭო დააკამბექე, ბიჭო ნუ გეშინია. ნერვიულობ იქ დევას უთხარი, მეთქი კაკუმას ნერვიულობს იქ თურმანას უთხარი იქ ბაჩოს და რას ამბობო 3 თვე პროფესიონალი სპორტსმენები რო ჩერდებიან იმათ უჭირს დაბრუნება და ეხა შენ მით უმეტეს ისედაც რა ქონდა, ბევრი ვარჯიში გონია ქონდა დევაში, ანისანში. აპრილში ქონდა დაწყებული ვარჯიშები 12 აპრილს და 29 მაისს ლავიწი მოიტეხე. ჩათვალე 40 დღე რაღაც 8 გაკვეთილი ვარჯიშე ინდივიდუალურზე და ნუ ბაჩოსთან კიდე მოასწარება. კაი, მოვარტყე. რას უსურვებ შენ თავს? ჩემ თავს უსურვებ, რომ აღარ მოვიტეხავ არაფერს და ვიქნები ძალიან წარმატებული ბიჭი. Confidence. Yes. კაი, მოდი ჩაიგო. აუ. ეგა. აუ, მადლობა ინტერვიუსთვის. არაფერს. ძალიან გულახდელი ინტერვიუ იყო, მინდა გითხრა. დიახ.